წარმატებები ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც გულწრფელად ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს. მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ცალკე ოპოზიციურ პლატფორმაზე და ვისთანაც უნდა დაწყვილდეს. გახარიას პარტია უნდა იყოს ცალკე პოლიტიკურ ცენტრად, პარტია ახალი უნდა იყოს თავის პარტნიორებთან ერთად დამატებით პოლიტიკურ პლატფორმაზე და შესაძლებელი კიდევ ერთი პლატფორმა, 3 ან 4-იც ატანადი არის, თავარი არის ოპოზიციური ხმა არ იკარგებოდეს. და ყველაფერს თავი დავანებოთ, მიმდინარეობს სოციოლოგიური კვლევა, ანა. უახლოეს პერიოდში იქნება მისი შედეგები ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის ტელეკომპანია კევე პირველისთვისაც მჯერა. ეს სოციოლოგიური კვლევა ტარდება შეთანხმებით ყველა ძირითადი პარტიებისა ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ბირთვიც იყო ამ პროცესში ჩართული და სად თუ არა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს უნდა საბოლოოდ ჩამოყალიბდე რა არის გამარჯვების ფორმულა. ეს თუ და სპეკულაციები დასრულდება, რომელი ფორმულა ჯობია. უბრალოდ მე რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს რამდენიმე პარტია, ვისაც ერთიანი სია მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ დამოუკიდება თუ იასპარეზებს, ბარიერს კი გადალახავს, მაგრამ განსხვავებით წინა წლებისა აჩვენებს დრამატულად შემცირებულ მაჩვენებელს და უნდა რომ დამალოს ეს თავისი ნაკლი და ამისი დრო ნამდვილად არ არის. ამისი დრო ნამდვილად არ არის, რომ პარტიულ ინტერესზე იფიქროს ვინმე. საერთო გამარჯვება არის მოსაპოვებელი და რამდენი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება, ყველა პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. აი თუ კი ჩვენ დავწმუნდებით, რომ პოლიტიკური ესა თუ ის პარტია ვერ ლახავს ბარიერს, ან ახლოს არის ვერ გადალახვასთან, ან კიდევ უფრო უარესი შორს არის 5%-ია ბარიერთან და არავითარ შემთხვევაში არ ერთიანდება მძიმე პოლიტიკურ ცენტრში და ცენტრთან. ასეთ შემთხვევაში მედიამა ჩვენს და ყველა ადამიანმა დიახაც მას უნდა მოვუწოდოთ, რომ იპოვონ მძიმე პოლიტიკური ცენტრი და წისქვილზე ივანიშვილის ელექტორალურ წისქვილზე წყალი არ დაასხან. თუ კი ასეთი პარტიები იარსებებენ, ხო? ეს არის პირველ რიგში სადარდებელი და ჩვენთვის პარტია ახალისთვის უხერხულია, რომ საარჩევნო კამპანია იწყება სიაზე საუბრით. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ნაკლები, რაც საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს. მნიშვნელოვანია ქართული ხალხმა იცოდეს, სად არის მათი ადგილი ამ ბრძოლაში და არა ვინ რომელ ადგილას იქნება და კიდევ ერთხელ ამით დავასრულებ, თუ შეიძლება უახლოეს პერიოდში, ალბათ მაქსიმუმ 10 დღეში იქნება სოციოლოგიური კვლევის შედეგები და გვაჩვენებს და მთელი საზოგადოება იქნება საქმის კურსში. რა ჯობია ოპოზიციამ იასპარეზოს მაგალითად ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და პარტია გახარიასთან ერთად თუ ცალსაკე სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებში. მე მიმაჩნია, რომ ცალსაკე პოლიტიკური პლატფორმები იქნება ბევრად უფრო პროდუქტიული და ბევრად უფრო მომგებიანი. ეს არის ჩვენთვის გამარჯვების ფორმულა. თუ იგივეს არის განწყობა, მინდა თუ არა, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ნაციონალურ მოძრაობაში და ასე შემდეგ ნამდვილად მერწმუნეთ გადაულახავი ბარიერი მეც კი და ასობით ადამიანს ჩვენ თანამედროვე არ ექნებოდა, ვინაიდან ჩვენთვის ამოცანა ნომერი პირველი არის რეჟიმის ცვლილება დემოკრატიული ძალებით. მაგრამ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს, დათო კეზერაშვილს და ვანო მერაბიშვილს ესენი არიან ერთად, ხო? თანამებრძოლები არიან, ეს არის მათი პარტია. ყავთ ამომრჩევლები, ისინი უნდა ასპარეზობდნენ დამოუკიდებლად. სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილის პარტია არ არის ნამდვილად სუსტი პოლიტიკური ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ის რაც მოხდა, ხო? მაგრამ გონია, რომ მათთან ერთად და პლუს კიდე განსაკუთრებით პარტია გახარიას პარტიასთან ჯამი არ გაიზრდება, შემცირდება და ჯამი გაიზრდება ოპოზიციურ. რადგან ახსენეთ ეს შემადგენლობა, და ჩვენ ცალკე ვიქნებით და ცალკე იქნება გახარია. კარგი, რადგან ახსენეთ ეს შემადგენლობა, თქვენ ადვილი გასაგებია. ნიკა, თქვენ შესაძლოა იცნობთ ელენე ხოშტარიას მოსაზრებას, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ნაცების შიშის დაზღვევასთან დაკავშირებით ესეთ საკითხზე. და ასევე იმით, რომ რა არის ასე ვთქვათ მათი დომინაციის, ასე ვთქვათ დათრგუნვის შესაძლებლობა, ხო? აი მაგალითად ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ერთიანი სია ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი გარანტირებულად შემზღუდველია. არ ფიქრობთ თქვენ ასე კონკრეტულად, აი საერთო მიზანზე, როდესაც საუბრობთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრებაზე? მე ყოველ მოსაზრებას ვცემ პატივს.
ამ შემთხვევაში ელენეზე მეკითხები და ცემ პატივს მას აქვს თავისი მოსაზრება, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, სხვას ამ თავის მოსაზრება, ამიტომაც გადავწყვიტეთ ერთობლივად ჩავატაროთ სოციოლოგიური კვლევა და მისი მონაცემები ჩემთვისაც საინტერესო იქნება და ანგარიშგასაწევი და ელენესთვისაც და სხვებისთვისაც. ეხლა აქ პრობლემა მხოლოდ იმაში ხომ არ არის, ანა ნომერში, ლოგოში და პარტიის დასახელებაში, ხო? მხოლოდ არა, რა თქმა უნდა. ადამიანის თავარი მოქმედი არა შექმნა ხა თუ საერთო სია იქნება ხა ის მერაბიშვილი და კენზერაშვილი იგივე სააკაშვილი ხო ვისთვის მისაღებია ვიღაცისთვის მოიუღებელია ვიღაცისთვის მე ვარ მიუღებელი ვიღაცისთვის ის არის მიუღებელი ანუ ეხლა რაც არ უნდა სხვა ნომერი ასე თქვათ მივიღოთ ხასახელი დავარქვათ სხვა პარტიაში მეც ვარ მე ვარ ნიკა ვარ ჩვენი მეგობრები ან ვართ მისაღები ან არ ვართ მისაღებები ხო და ეხლა საზოგადოებას ვერავინ ვერ მოვაწყვეტს ამიტომ მიმაჩნია რომ ნაციონალური მოძრაობის ცალკე ასპარეზობა არჩევნებზე იქნება საერთო ოპოზიციური შედეგისთვის უფრო სასარგებლო და ნუ ელენეს აქვს ეს მოსაზრება და კიდევ ერთხელ პარტიის უცემ უბრალოდ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ჩვენ კერძოთაც ვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი არ ვიზიარებ ამ პოზიციას დობა ელემენტარულად ვერ იარსებებს პირდაპირ გეუბნებით რიგ პარტიებთან მიმართებაში რაც არ უნდა ეხა სახელი გადაირქვან და რაც არ უნდა ნომერი შეიცვალონ ჩვენ ძირითადი საკითხების გარშემო თანხმდებით ხედავთ როგორ უნდა განვითარდეს იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ თანხმდებით როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო დემოკრატიულად როგორ უნდა აღმოიფხვრას პოლიტიკური კორუფცია ქვეყანაში რომ ერთ ერთი ოლიგარქიული წარმონაქმნი პრეტენზიასაც კი ვერ აცხადებდეს პოლიტიკური კლასის ნაწილის მართვაზე და ნუ ძირითადად რა თქმა უნდა წუხილი ყველასი ერთად არის ის პრობლემა ეგზისტენციური რომელიც წინაშე ივანიშვილის ხელისუფლებამ დაგვაყენა დაუბრუნოთ სახელმწიფო ევროატლანტიკური განვითარების გზას თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი წუხილი რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს ნაციონალური მოძრაობა წინა ხელისუფლება როცა ხელისუფლებაში იყო ხო ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყოდა რომ მისი დეკლარირებული გზა არ იყო დასავლური ხო ხო თავთებით ამაზე პირიქით გაკვალა გზა დასავლური გეზისკენ არა და ეს დროშა ნამდვილად სამართლად მათ ხელთ ებხოთ მაგრამ რამდენმა 100,000-მა საქართველოს მოქალაქემ პროდასავლურად განწყობილმა მხარი არ დაუჭირა მაშინდელ ხელისუფლებას ხო დაუჭირა იმ ძალას ვისაც ეჭვით შეტანა უკვე შეიძლებოდა მათ მიერ 2012-ში რომ ეს ხალხი შეიძლება დასავლურად განწყობილი მაინც არ იყო რატომ იმიტომ რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული ფორმით მართვა პარტიისა და სახელმწიფოსი ხო ზღვარის არ წაშლა პარტიასა და სახელმწიფოს შორის ეს ყველაფერი აწუხებდა იმ ხალხს და რატო გონია ვინმეს რომ დღეს მიუხედავად ყველაფრისა რასაც ივანიშვილი ჩადის ხო მიუხედავად ყველაფრისა ერთადერთი საკითხი არის მხოლოდ რუსული კანონი რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს ეს არის ერთ-ერთი საკითხი რომელიც აწუხებს მაგრამ ხალხს აინტერესებს რა იქნება ამ ხელისუფლების სრულების შემდეგ აინტერესებს მომავლის ალტერნატივა და არა წარსულის ალტერნატივა მადლობა ნიკა დავტოვებდი მე მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას როგორც პარტიას მიხეილ სააკაშვილის მეთაურად მე მას რა თქმა უნდა მივიჩნებ და ასე იგი უსამართლო პოლიტიკურ პატიმრად ეს არის ისტორიული უსამართლობა ნამდვილად მით უმეტეს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში დათარეშობდეს ყველა დამნაშავე იქ სადაც დათარეშობდნენ ხალხს ჩაგრავდნენ და ამ დროს შენ ყავდეს პოლიტიკური პატიმარი ეს ცხადზე უცხადესია ჩემთვის და ასე იქნება თუმცა ეს იმას დანიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთის პოლიტიკურ მოსაზრებებს ვიზიარებთ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე უახლოესი თანადგუნდელი მოკავშირე დღეს არის ვანო მერაბიშვილი და დათო კენზერაშვილი ხო რა ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი მიხეილ სააკაშვილი დათო კენზერაშვილი და ვანო მერაბიშვილის პარტია დავტოვოთ ცალკე პლატფორმად გახარეს პარტია დავტოვოთ ცალკე პლატფორმად და სხვა იქნება კიდე ერთი დამატებითი თუ ორი დამატებითი პოლიტიკური პლატფორმა
რომელიც მგონია რომ იქნება გაცილებით უფრო მსხვილი და გაცილებით უფრო მძიმე ელექტორალური მანდატით და წონით, საერთო ჯამში უფრო დიდ შედეგს მოუტანს ქართულ ხალხს, რაც დაგვირგვინდება გამარჯვება. თქვენი ასე ვთქვათ სურვილები დაახლოებით 4 სუბიექტზე შესაძლოა იყოს საუბარი თქვენი ხედვით ესეთი შეხედულება. იცით რა 4 იქნება, 3 იქნება, 5 იქნება, მე პირადად უნდა დავწმუნდე, რომ არც ერთ სუბიექტს არ აქვს პრობლემა ბარიერის გადალახვის. ახლა თავარი არის სწრაფად დავიწყოთ საარჩევნო ბრძოლა. ხვალიდან პირველად ეხლა პარტია ახალი იწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას და ვიწყებს დასავლეთ საქართველოსთან და ამ 5 თვის განმავლობაში აი ნახავთ ერთმანეთს ბევრ სხვადასხვა ფორმატში ჩვენ გვაჩნია რომ ისედაც გააქტიურებული საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გავაქტიუროთ ჩავთოთ საარჩევნო ბრძოლაში არა უბრალოდ როგორც პოტენციური ამორჩეველი არამედ დიახ ყოველდღიურ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ბრძოლაში. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა პარტია ახალისთვის საარჩევნო ნომერი 4-ით და გვაქვს ეს ამბიცია და დიახაც ამას გავაკეთებთ აუცილებლად. მადლობა თქვენ.